თუმცა დღევანდელი ჩვენი სტუმრები ასევე კარგად ნაცნობი ქალბატონები არიან. თქვენ მათ იცნობთ ქრისტიშანავა სიუჟეტიდან და ძალიან მიხარია რომ დღეს სტუდიის სტუმრები არიან ეკა გაბადაძე და ანა თავხელიძე. მე მოგესალმებით, სიამოვნებით ჩვენთან სტუდიაში. განსაკუთრებით მაინტერესებს ანას შთაბეჭდილებები, იმიტომ რომ უნდა გავამხილო, ხო შეიძლება რომ გავამხილო. ანა გეგმავს გახდა ჟურნალისტი და ამ ატმოსფეროში მოხვედრა მისთვის იყო ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ მოგწონს აქაურობა? მოუწონს, მაგრამ ტელევიზიაში მოუწონს. ტელევიზიაში მოგეწონა? კი. ძალიან კარგია, როდესაც შენ უკვე იცი რა გინდა გააკეთო, მაგრამ სახლში დედიკოსთან მუშაობ ხოლმე, მაგალითად ეკას უღებ ინტერვიუს? კი. მართლა, კარგი სტუმარია ხოლმე, კარგი რესპონდენტია ეკა. თუ ყველა კითხვას არ პასუხობს? მე აპასუხობ. არ პასუხობს? ეკა, როგორ მოხდა ეს ამბავი? ვერის. ღერის. პრაქტიკულად ანა ისევე როგორც თქვენი ისტორია ჩვენს თვალწინ გაიზარდა და სიუჟეტიდან ანა მოხვდა დღეს გადაცემაში. მრავალფეროვნება, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების მრავალფეროვნება თქვენთვის, ანასთვის, საზოგადოების გაძლიერება და გაზრდა ამ თვალსაზრისით. რას ცვლის ეკა? თქვენი ცხოვრების გზა, ანასთან ერთად განვლილი გზა რომ გაიხსენოთ? ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რაც გავიარეთ, რომ არა ის საზოგადოება და მიმღებლობა, რაც მართლა წამოვიდა მასიურად ადამიანებთან, ალბათ დღეს ესე მხიარულად აქ არ მოვიდოდით. იმიტომ რომ ძალიან მშობელი იღებს ამის გამო სტრესს და მე მგონი გაიზარდა საზოგადოება. უფრო მხარდამჭერია საზოგადოება, ვიდრე თუნდაც 5-10 წლის წინ იყო. რა თქმა უნდა არის. თუმცა არის პრობლემები, მაგრამ ძირითადად მაინც გაიზარდა საზოგადოება ნამდვილად. ჩვენი განვლილი გზა აქამდე მრავალფეროვანი იყო ნამდვილად. ანა შესაძლებლობიდან გამომდინარე. თუმცა არიან ბავშვები, რომელსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ძირითადად მაინც წინ მივდივართ, უკან რეგრესია არსად არ არის. ანა, როდესაც ღერის ასეთ დროს დედიკო ერთვება? კი. თუ მარტო გირჩევნია სიმღერა? მარტო გირჩევნია. მაგრამ დედიკოც ერთვება. ეკა ერთვება. გასაგები არ უნდა გაგიკვირდეს, დედიკოები ვერ თვებით ხოლმე, რაღაცებში ვერ ვითმენ. საოცარი